როგორ მომნატრები აღმერთო ჩემი შვილები კონსტანტინე გამსახურდიოს გვერდით მეძებენ დედის სახელს და გვარს. თეთრი ხიდი გადმოვიარეთ და ერთი ამბავი გამახსენდა. როგორც არ უნდა მოინდომო, თეთრი ხიდი არის ისეთ ადგილზე, რომ ვერ დაიკარგები, მაგრამ მე მოვახერხე. თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდიოდი გერმანულის მასწავლებელთან და არ ვიცი რატომ ამებნა გზა სად ვიარე, დღემდე არ ვიცი როგორ მოვახერხე აქ დაკარგვა, მაგრამ დავიკარგე. არა და ნებისმიერ ქუთაისელს, ვისაც არ უნდა უთხრა, რომ თეთრი ხიდის ტერიტორიაზე მოვახერხე დაკარგვა, დაცინვით რომ დამცინებს და წყალს გამატანს, კონკრეტულად რიონს, ეს გასაგებია, მაგრამ არაფრით არ დაიჯერებს, რომ რამენაირად სახლს ვაგნებ. ისე სახლთან ახლოსაც დავიკარგე ჭყონდიდელის ქუჩაზე, იქვე. დაახლოებით საათნახევარი ვუვლიდი თურმე სახლს წრეს, ვიდრე მივაგნებდი და ამის გამო მე 2 წელი ჩემი ხვარი დამცინოდა თავის მეზობლებიანად. ასე რომ ვისაც ჩემსავით პრობლემა გაქვთ ორიენტაციის ამბავში, გამამხნევეთ და დამიკომენტარეთ. ბჟოლებში ვართ და მივდივართ მეორე სკოლაში. ოღონდ თქვენი ჭირიმი ახლა ახსნა არ მომთხოვოთ. რაშვაშია ბჟოლა, რაშვაშია თუთა, რაშვაშია უბანი და სკოლა მით უმეტეს. ვინმე ქუთაისელი შემოვა დარწმუნებული ვარ კომენტარებში და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. ესეც ჩემი მეორე სკოლა. როგორ მომნატრები აღმერთო. იოსებ ოცხელის სახელობის მეორე გიმნაზია იყო ჩემს დროს და მერე გახდა მეორე სკოლა. ოკელა შენ რომელი ხარ? ცნობილი კურსდამთავრებულების სტენდზე ჩემი შვილები კონსტანტინე გამსახურდიოს გვერდით მეძებენ დედის სახელს და გვარს. მიშველეთ ახლა ვინმე. აი აქ იყო ჩემი კლასი. რა შეცვლილია ყველაფერი ღმერთო. პირველ და მეორე სკოლელებს შორის მუდმივი ქიშპობის საგანი იყო ეს სკოლები და რომელი სკოლა ჯობდა. ხან შენობების დატოვება მიდიოდა, ხან ეზოების, პირველ სკოლას კი არა აქვს ეზო, მაგრამ მაინც ხან კურსდამთავრებულების და მიდიოდა იქ ლაპარაკი აკაკი წერეთელი თუ კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ვასაძე თუ აკაკი შანიძე, იქ არნოლდ ჩიქობავა, ცისფერყანწელები თუ დიმიტრი უზნაძე, მოკლედ მიდიოდა მთელი რიგი ცნობილი ადამიანების და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების დატოვება, რომლებმაც დაამთავრეს პირველი გიმნაზია და მეორე გიმნაზია. წავედით.